ჩემს ოჯახში ვაკეთებ მხოლოდ მე სატირილებს. რა თქმა უნდა, დამხმარე ქალი ყავს, რომელიც ის მეხმარება და აკეთებს, მაგრამ ყოველდღიური, როდესაც არის ეს საქმე, მოსაბეზრებელია, მაგრამ როდესაც ხალისი მაქვს, ძალიან კაი რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ მაინც მიწევს რაღაცების კეთება, მაგრამ ვცდილობ, რომ იოლად და ადვილად გავაკეთო ეს ყველაფერი. და დღეს მე მაგალითად შემოგთავაზებთ ადვილ ძალიან მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ვფიქრობ, რომ ეს ყველას შესაძლოა ყველა მიცის ეს მე ისიც არაფერს ორიგინალურს არ ვიგონებ, მაგრამ მაინც ჩვენ ოჯახს ხოჭერს არ გვყავს ხორცი, ყოველდღე არ გვაქვს ესეთი სადილები. ჩვენ გვაქვს აი უბრალოდ რაც უფრო აი იმ დღეს კეთდება მარტივად ჩქარა, აი ასეთი სადილები. დღეს რაღაც ყვითელი ბულგარული არ იყო და შევეცდებით ორ ფერში გადავწყვეტოთ ეს სილამაზე. უფრო მეტიც შეიძლება ყველაფერი არსებობს რაღაც პროდუქტები, რომელიც ლამაზია და მე ესეც მომწონს. ესთეტიკა ძალიან მიყვარს, როდესაც ჩვენ ყოველთვის სხვათა შორის ჩვენი ოჯახში არ არის მე იცით არ მიყვარს ხოლმე არის ხოლმე ოჯახები, რომლებიც სტუმრების დროს სხვათებშებია და აი როცა ყოველდღიური ეს სადილია რაღაცა სხვა ძალიან უბრალოდ თებში ხმარობენ. აი ეს რაღაცა ამოგდებული მაქვს მე. შეიძლება ხა ისეთი თებში, რომელიც რაღაცნაირი მართლა ძალიან ძვირფასია ის არ ვიხმაროთ, უბრალოდ ცოდვა და შეიძლება დაიმტრეს და აღარ მქონდეს და ამიტომ ძალიან ვცდილობ, რომ ლამაზად მივართვა ჩემ ოჯახის წევრებს საჭმელი. დავიწყოთ ბოსტნეულის მოთუშული სალატით. ესე მარტივად დავიწყებ. ყოველდღე დაიჭრას სხვათა შორის სქელნაჭრებად ესეთ. აი ესე ხა პირველ რიგში ჯობი არის საკაცური დავაგდოთ ტაფაზე. ეხა ბადრიჯანი დავდოთ. ცოტა მარილიანი ახლა რა ვქნათ. შემდეგი არის ეს დავაყაროთ, მაგრამ ვფიქრობ, მოდი ხახვით ჩავდოთ. ჩვენივრად მიდის ჩვენი საქმე და ძალიან გემრიელიც იქნება. ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია ისიც ჩავყაროთ და ძალიან ცოტა რჩება. აი ნახეთ რა კაი. 5 წუთში უკვე ეს მზად არის. ცივისით გავამზადოთ. თაკვა კიტრი, ხახვი, კამა და მოხარშული ეს ფერს აძლევს და ისეთ სასარგებლოა. ესეც ძალიან ჯანსაღი საჭმელია. ბოსტნეული თითქმის მზად არის და 2 წუთი ვადუღოთ სოიოსთან ერთად, სოიოს წვენს. ძალიან უხდება. ვიწყებთ აწვრის სუპის ზადებას. ავიღოთ ახლა ხახვი. ახლა კამა. ბოლოს ნახეთ როგორ ჭარხალი, რომელიც ჭარხალი მისცემს ამას ვარდისფერ და გადასარევ ფერს. აი ხა ჩავყრე ჭარხალს. ნახევარი სულ გავხსნათ. ცივი წყალი, ოღონდ ადუღებული. ნახე ჩავასხოთ ამაში. ესეც ჩვენი მაწვნის სუპი. არ გამისინჯა. ეხლა მაცივარში უნდა შევიდე და გაცივდება. უკვე ჩვენ ბოსტნეული მზად გვაქვს. ნახეთ როგორი სილამაზე გავაკეთე. და შევქმენი. ნამდვილი ზაფხულის
ფერადი, ლამაზი, ჯანსაღი და გემრიელი, რაც მთავარია.